საფრანგეთის ლიდერის გაწვდილი ხელი. Macroni კობახიძესთან. საბოლოო ჯამში ყველა ასტუმრებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან. ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან. ტირანას სამიტი, შეხვედრები და სიტყვით გამოსვლა. ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან. ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს. დადგა თუ არა დიალოგის მომენტი. ჩვენ კავშირი და დიალოგი უნდა გქონდეს და ვეცადოთ ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. აქაც ახლა შეიძლება გქონდეს შესაძლებლობა პირდაპირ განვიხილოთ ეს საკითხები. მოსკოვი და კიევი. პირველად პირისპირ 3 წლის შემდეგ დოლმაბაღჩეს სასახლეში. მქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა. არის თუ არა პროგრესი. უკრაინის მხარემ მოითხოვა სახელმწიფოთა ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები. ამ მოთხოვნას განვიხილავთ. როდის შეხვდება ტრამპი პუტინს? როგორც კი შეხვედრის ორგანიზებას შევძლებთ, მე პუტინს შევხვდები. რა საჭიროა ლოდინი? ფინანსური დავების მომგვარებლები. ქურდების ბიზნესი. მანქანა გაუყიდეს ფული მიითვისეს. დაკავებულია 8 პირი. საქმეში იყვნენ კანონიერი ქურდები, ბაჩო ტბილისკი და მანჩო ზუგდიცკი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 16 მაისია გიყვები დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ტირანა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ლიდერების შეხვედრის ადგილი. ემანუელ მაკრონის გაწვდილი ხელი და მეგობრული გასაუბრება. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერთან თავისი ინიციატივით მივიდა, თუმცა რა დიალოგი შედგა მათ შორის კადრებში არ ისმის. ირაკლი კობახიძე დღეს ასევე გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიბ ერდოღანს, პოლონეთის პრემიერს დონალდ ტუსკს, ელაპარაკა ესტონეთის და უნგრეთის პრემიერებს, სერბეთის პრეზიდენტს და ლიხტენშტეინის პირველ პირს. ის რომ საქართველოსთან დიალოგია საჭირო დღეს ბერსემაც თქვა. ახლა სწორედ ეს მომენტი აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. სამიტში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, მონაწილეობას იღებენ 50-მდე სახელმწიფოს მეთაურები. ირაკლი კობახიძე უკვე გამოვიდა სიტყვით პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იყო ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება. საქართველოს პრემიერმა კი ევროპის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი, ახსენა უკრაინის მაგალითი და თქვა, რომ ძლიერი პარტნიორის გარეშე სხვა ქვეყნებს ვერ ექნებათ დაცვის გარანტიები. თბილისი იმედი აქვს, რომ ევროკავშირი გაძლიერდება. დღესვე ირაკლი კობახიძემ ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის კრიტერიუმები, რომლებითაც საქართველოს სხვა ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს და ისაუბრა უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობის შესახებ. ვინ მოისმინა ევროპის ლიდერებიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვა და რა შეხვედრები იყო სამიტის ფარგლებში? ტირანაში შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, სწორედ ის ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული არაოფიციალური შეხვედრების თვალსაზრისით ის სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის იყო. ირაკლი კობახიძემ, როგორც თვითონვე თქვა, დაახლოებით 30 ევროპის 30 ქვეყნის ლიდერთან მოახერხა, ასე ვთქვათ, საუბარი და არაოფიციალური შეხვედრა, მათ შორის საზოგადოებამ იხილა ემანუელ მაკრონის მისვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საუბარი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ფაქტია, ევროპელ ლიდერებს საქართველოსთან კომუნიკაცია სურთ და ამის ნიშნები სწორედ ტირანაში გამართულ სამიტზე კარგად გამოიკვეთა. რაც შეეხება თავად სამიტს და მის მნიშვნელობას, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე წელს მთავარი განსახილველი საკითხი იყო უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპის, რომელიც ერთიანობით უნდა იქნას, ასე ვთქვათ, აშენებული. ევროკომისიის თავმჯდომარემ დღეს პირდაპირ და ღიად განაცხადა ისიც, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებული როლი აქვს სამხრეთ კავკასიას, როგორც კარიბჭებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების თვალსაზრისით და ეს პოტენციალი ევროპულმა ოჯახმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ემანუელ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის კომუნიკაცია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკუთარი ინიციატივით მივიდა. პერსონალური კომუნიკაციის დროს მაკრონი კობახიძეს რამდენჯერმე დაუბრუნდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა არაოფიციალურ ფორმატში საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურსა და თურქეთის პრეზიდენტ შორისაც გაიმართა. სამიტის პროტოკოლით გათვალისწინებული საერთო ფოტოს გადაღების დროს კომუნიკაცია შედგა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასთანაც. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაშიც, სადაც საუბარი ევროპის უსაფრთხოებასა და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებას ეხებოდა. დისკუსიის გახსნამდე ლიდერებმა ეს შეხვედრაც ერთმანეთთან მორიგი კომუნიკაციისთვის გამოიყენეს. ამ შემთხვევაში პერსონალური საუბარი პრემიერ-მინისტრსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა. ტირენაში ოფიციალურ და არაოფიციალურ ფორმატში კომუნიკაცია 30-მდე ევროპელ ლიდერთან შედგა. პრემიერ-მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ ყველა შემთხვევაში საუბარი საქართველოსთვის აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა. სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსწრების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება, ჩვენ მოვისმენთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და საქმე ეხებოდა ბუნებრივია საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ჩანს, უწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. რეალურად ყველამ უნდა გააცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის, რეგიონში ჩვენი როლი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან. ირაკლი კობახიძე დღესვე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სერბეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა. ალექსანდრ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განვიხილეთ ევროპისა და ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის საკითხები. მადლობა გადავუხადეს საქართველოს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რითაც დაბადასტურე ჩვენი მტკიცე და ორმხრივი ერთგულება საერთაშორისო სამართლისადმი, როგორც სახელმწიფოთა ურთიერთობის საფუძველი. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბრობდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანიც ალენ ბერსემ. ამის შესახებ ტირანაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მედიასთან კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც. ევროსაბჭოსთვის სამხრეთ კავკასია ამ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შემიძლია ხაზი გაბუსვა იმას, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხარი დავუჭიროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას. საქართველოში დეკემბერში ვიყავი, ნათლად განვაცხადეთ საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ზოგიერთი კანონის ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ კავშირი და დიალოგი უნდა გვქონდეს და ვეცადოთ ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებთ სტრუქტურულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად. აქაც ახლა შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა პირდაპირ განვიხილოთ ეს საკითხები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. როგორც იცით, ახლა თბილისში ტარდება საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა. ეს ძალიან საინტერესო ფორმატია და იმედი მაქვს, რომ ის უფრო საგნობრივი გახდება. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ ფორმატთან დაკავშირებით წარმატებულია. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის რიგით მე-6 სამიტზე მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. ალბანეთის დედაქალაქს 47 ევროპული სახელმწიფოს მეთაური და პირველი პირი სტუმრობს. ტირანაში იმყოფებიან ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. სამიტი ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვას ეთმობა. ნებისმიერ აგრესიაზე უფრო ძლიერია საერთო კეთილდღეობა. ეს რომ გავაკეთოთ დაკავშირებადობა უნდა იყოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე. ჩვენ უკვე შევქმნით შესაძლებლობა უკრაინასთან, დასავლეთ ბალკანეთთან, მოლდოვასთან. მალე შევხედავთ შავი ზღვის რეგიონს ახალი ევროპული სტრატეგიით, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის დღის წესრიგს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ეს არის შესანიშნავი ხედვა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაფართოვოთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, შევქმნათ ციფრული კავშირები, დავაკავშიროთ ხალხები ერთმანეთთან. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპაში მშვიდობა, უკრაინის მშვიდობა.
მშენებლობაზეა დამოკიდებული. დღეს აქ ჩვენთან მყოფ ქვეყნებთან ერთად დავიწყეთ უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა. მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს. ახლა დროა გადავიდეთ ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებზე. პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ვიყოთ მაქსიმალურად კოორდინირებულები. გრძელვადიანი ამერიკული მხარდაჭერა ასევე აუცილებელია. საჭიროა ამერიკული საყრდენი. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ყველა დონეზე, რათა ეს მოხდეს. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ ახალი ხედვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის სახეს ქმნის. ერთსულოვნება და თანამშრომლობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. საერთაშორისო არენაზე ნდობის კრიზისის გადასალახად საჭიროა სამართლიანი და ინკლუზიური მმართველობის გლობალური არქიტექტურის შექმნა. ცვლილებები უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების და კეთილდღეობის სამართლიან პრინციპებს. ევროპის კონტინენტის წარმომადგენლებმა ეს ცვლილებები პირველ რიგში საკუთარი სახლიდან უნდა დავიწყოთ. თავდაცვის ინდუსტრია, ენერგეტიკა, სატრანსპორტო დერეფნები და კავშირგაბმულობა, მიწოდებისა და მომარაგების ჯაჭვები, ციფრული ბაზრები და კრიტიკული მინერალები ის სფეროებია, სადაც თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. ევროპაში ომებმა და კონფლიქტებმა გვაჩვენა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ცალ-ცალკე დგომა გვასუსტებს, ერთობა კი გვაძლიერებს. ტირანაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით. ირაკლი კობახიძემ ყველა შეხვედრის თუ კომუნიკაციის დროს ყურადღება იმ ხედვებზე გაამახვილა, თუ როგორ ხედავს საქართველოს ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევების ფონზე ევროპის მომავალს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა ჩვენს ხედვებზე, თუ როგორ ხედავთ ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ევროპის მომავალს. ხაზი გაუსვით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ასევე საქართველოს ინტერესებს და რა თქმა უნდა ამ ფორმატში მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ყველა იმ საკითხზე, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, იყოს მსჯელობა. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს ალბანეთის დედაქალაქი პირველად მასპინძლობს ტირანაში. ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ ევროპელ სტუმრებსაც განსხვავებულად ახდენ. სამიტის გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომზადა ვიდეო მიმართვები, სადაც სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის ლიდერი ალბანეთს მშობლიურ ენაზე ესალმებოდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალბანეთში. Welcome in Albania. Pari galus Albania. That was a Albanian. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მიწურულსაც ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და ესაუბრა ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს, ალან ბერსეს, რომელიც ევროსაბჭოს გენერალური მდივანია და რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა დღეს, რომ აუცილებელია დიალოგის დაწყება საქართველოს ხელისუფლებასთან. ასევე შეხვედრა შედგა სერბეთის პრეზიდენტთანაც. საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ერთდღიანი ტირანაში საქართველოს მთავრობის მეთაურის, თავად სამიტი კი ოფიციალურად უკვე დახურულია და ის 6 თვეში გაიმართება. მადლობა, ეს იყო შოთა ფალავანდიშვილი და ჩვენი პირდაპირ ჩართვა ალბანეთის დედაქალაქიდან. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს სტამბოლშიც. მოსკოვი და კიევი პირველი პირდაპირი კონტაქტი 2022 წლის შემდეგ მესამე მხარის გარეშე 2 საათის განმავლობაში. 3 წლიანი პაუზის შემდეგ შეხვედრის ადგილი იგივეა დომალ ბახჩეს სასახლე. ამ დროისთვის ერთადერთი შედეგი მხოლოდ ტყვეების გაცვლა 1000 კაცი 1000-ზე. შედახდნენ, რომ სხვა საკითხებზე სალაპარაკოთ კიდევ შეხვდებიან უკრაინამ და რუსეთმა ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინონ ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი ხედვები. ჯერჯერობით კი როგორც მოსალოდნელი იყო ხელშესახების შედეგი არ არის. გარღვევად აღიარებენ იმას, რომ დელეგაციები ერთად იმყოფებოდნენ ოთახში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციამ დღეს კვლავ მოითხოვა, რომ კიევმა დათმოს მოსკოვის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიები. შეხვედრა ხელის ჩამორთმევის გარეშე. კიევისა და მოსკოვის მომლაპარაკებლებში დღეს ჭარბობდნენ საბრძოლო გენერლები და სპეცსამსახურები. სტამბოლის შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი სატელეფონო საუბარი შედგა ტირანაში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის. ჯერჯერობით უცნობია, შენარჩუნებულია თუ არა ტრანსატლანტიკური ერთობა რუსეთისათვის ახალი მკაცრი სანქციების დაწესების თაობაზე. ეს დღის წესრიგში თავიდან მას შემდეგ დადგა, რაც პუტინი არ ჩავიდა სტამბოლში. უკრაინამ მხარემ დღესაც მოითხოვა პირველი პირების პირდაპირი მოლაპარაკება. მოსკოვი ფიქრობს, თუმცა დიდი ალბათობით მანამდე შედგება დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირისპირ საუბარი. როგორც ჩანს, ამისთვის კრემლი და თეთრი სახლი უკვე ემზადებიან კულისებში. სტამბოლში რჩება რუსთავი ორის გადამღები ჯგუფი
ჯგუფი ლიკა ალელიშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება რა პირველი შეფასებები მოყვა რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებას და რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა, მათ შორის კურიერის კამერის წინ. დიახ, ჩვენ მოვახერხეთ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ჩაწერა, რომელიც პირდაპირ მოლაპარაკების დროს ხელმძღვანელობდა უკრაინულ დელეგაციას. რუსტემ უმეროვის თქმით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ 1000 სამხედრო ტყვის გაცვლის თაობაზე, მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ასევე საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება. რაც შეეხება რუსულ მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკივაც გააკეთა განცხადება, მან დაადასტურა, რომ უკრაინულ მხარესთან რუსეთის შეთანხმდა ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხზე, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთმა და უკრაინამ მთავარ, ანუ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ამ ეტაპზე ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მხარის მხრიდან შეხვედრა პროდუქტიულად ფასდება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უკრაინამ და რუსეთმა პირველად მოახერხა პირდაპირ მოლაპარაკების გამართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ასევე მხარეები აცხადებენ იმასაც, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არის აუცილებელი. ამ საკითხზე გააგრძელებენ ისინი ერთმანეთში დიალოგს, კომუნიკაციას და მუშაობას. ჯერჯერობით თარიღი არ დასახელებულა მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის, თუმცა ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ისინი ამ საკითხზე იმუშავებენ. ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა გქონდა. ამ სიტყვების შემდეგ დოლმა ბაჰჩეს სასახლიდან გამოსულმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ დაძაბული მოლაპარაკებების მიუხედავად მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოსკოვმა მშვიდობის სანაცვლოდ კიევს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა მოსთხოვა. ერთადერთი საკითხი, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თითქმის 2 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეჯერდნენ ტყვეების გაცვლა. შევთანხმდით 1000 მძევალის გაცვლაზე, ასევე შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული იდეების გაცვლაზე. ჩვენ გავავრცელებთ დეტალურ ინფორმაციას. უკრაინამ პასუხი ვერც მეორე მოთხოვნაზე მიიღო. მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის გუნდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირ შეხვედრის მოთხოვნა წამოაყენა. მოსკოვიდან სტამბულში ჩასულმა კრემლის წარმომადგენლებმა ჯერჯერობით მხოლოდ ამ შეთავაზების განხილვის პირობა დადეს. უკრაინის მხარემ მოითხოვა სახელმწიფოთა ლიდერებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებები. ამ მოთხოვნას განვიხილავთ. შევთანხმდით, რომ თითოეული მხარე წარმოადგენს თავის ხედვას შესაძლო ზავის შესახებ და ამას ქაღალდზე გადაიტანს. მას შემდეგ, რაც ეს პროექტები წარმატებული იქნება, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ მოლაპარაკებების გაგრძელებას, რაც ასევე მთავარი განხილვის საგანი იყო. დოლმა ბაჰჩეს სასახლეში დაპირისპირებულ მხარეებს დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა და მთავარი შუამავლის ფუნქცია შეითავსა. ჰაკან ფიდანმა შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მიმართა და მოუწოდა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტებიდან არჩევანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეაჩერონ. დღეს ორი გზა არსებობს. ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს. ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება. აქ ერთ რამეს ხაზგასმით ვიტყვი. ჩვენ ერთად განვსაზღვრავთ შემდგომ ეტაპს, სწორედ ჩვენი არჩევანისა და ნაბიჯების შესაბამისად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები ქვეყნის ლიდერების შეხვედრის საფუძველი გახდეს. ვიდრე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ, უკრაინული მხარის მოთხოვნებსა და მოლოდინებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთიდან ისაუბრა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსული მხარისგან კიდევ ერთხელ უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. თუ დღეს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლები არ დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი აგრძელებს დიპლომატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას. თუ ეს ასე არ არის, დღეს მაინც უნდა იყოს რაიმე შედეგი დაწყებული ცეცხლის შეწყვეტით. უკრაინის დელეგაციას აქვს გადაწყვეტილებების მიღების მანდატი. რუსები არიან ისინი, ვინც მოლაპარაკებებზე გზავნიან ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. სწორედ ეს ანადგურებს დიპლომატიის მნიშვნელობას. თუ გაირკვა, რომ რუსეთის დელეგაცია მართლაც მხოლოდ თეატრალურ იდეებს ატარებს და დღეს ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა გასცეს. საგანგებოდ რუსულ და უკრაინულ მხარეებთან სასაუბროდ სტამბულში ვაშინგტონიდანაც ჩავიდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მთელი დღის განმავლობაში დელეგაციებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა. სანამ მარკო რუბიო ცდილობდა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მieყვანა, მიმდინარე მოლაპარაკებებზე შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა.
როგორც კი შეხვედრის ორგანიზებას შევძლებთ, მე პუტინს შევხვდები. რა საჭიროა ლოდინი? ფიქრობ, დროა უბრალოდ შევხვდეთ ერთმანეთს. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდიოდა თურქეთში, ზელენსკიც მიდიოდა. მე ნათქვამი მაქვს, რომ პუტინი არ ჩავიდოდა თურქეთში, თუ მე იქ არ ვიქნებოდი. და ასეც მოხდა. შეხვედრაზე არც ზელენსკი გამოჩნდა, რადგან შეიტყო, რომ პუტინი არ დაესწრებოდა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ყოველ კვირას საშუალოდ 5000 ახალგაზრდა იღუპება. ჩვენ ამ ომს დავასრულებთ. დიპლომატიური ძალისხმების მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმას, არიან დაჭრილები. პარალელურად რუსულმა სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კუპიანსკსაც შეუტიეს. უკრაინაში ომის 1078 დღეა. კვლავ საქართველოს და ზიზღი, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი გახდა, ვის სურს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გახლეჩა და ვინ დგას სიძულვილის კამპანიის უკან. ხელისუფლება მთელ პასუხისმგებლობას უცხოელ დონორებს აკისრებს, რომელთა დაფინანსებითა და წახალისებითაც მოქმედებენ ოცნების ოპონენტები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი. პრემიერ-მინისტრი ამას კგბ-ს მეთოდს უწოდებს, რომელსაც ახლად წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები, ისევე როგორც საზოგადოების დაპირისპირებაზე იყო აგებული USAID-ისა და NED-ის გარკვეული პროგრამები. ირაკლი კობახიძის რეაქცია სამოქალაქო აქტივისტის ლევან ღამბაშიძის პოზიციას მოყვა, სადაც ის ხელისუფლების მიმართ ზიზღის გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებაზე საუბრობს, თუმცა უკვე დღეს კურიერთან სატელეფონო საუბარში ლევან ღამბაშიძე განმარტავს, რომ ზიზღის ნაცვლად მას უნდა ეთქვა სიტყვა ბრაზი. თავის მხრივ აქტივისტის სიძულვილის კამპანიის გაღვივებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მართველი პარტიისკენ იშვერენ ხელს ოპოზიციური პარტიებიც. ოპოზიცია დღესაც ირწმუნება, რომ ის ზიზღის ენას არ იყენებს და მხოლოდ მთავრობის კრიტიკითაა დაკავებული. რავის არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან დათესოს სიძულვილი ადამიანებს შორის. პრემიერ-მინისტრი სიძულვილის კამპანიაზე პასუხისმგებლობას უცხოელ დონორებს აკისრებს. ამბობს, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებას ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ცდილობდნენ. ხელისუფლების ამოცანა კი თავს მოხვეული სიძულვილის ჯანსაღი დამოკიდებულებით შეცვლა. რასაც აკეთებდა კგბ 90-იანი წლების დასაწყისში, იმას აკეთებენ ახლა 30 წლის თავზე, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია. როგორც ჩანს, იმდენად ძვირფასია დონორებისთვისაც და NGO-ბისთვისაც ეს სიძულვილის კამპანია, რომ მათ პირდაპირ დაიწყეს ამ სიძულვილის კამპანიის გამართლება. ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება ხოლმე, ასეთი ადამიანები, ეგრეთ წოდებული NGO-შნიგები იღებენ ხოლმე დავალებებს. ირაკლი კობახიძე ლევან ღამბაშიძის იმ ინტერვიუს გულისხმობს, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ხელისუფლების მიმართ ზიზღის ლეგიტიმურ უფლებაზე საუბრობდა. არის ხალხი, რომელსაც ზიზღის ლეგიტიმური უფლება გვაქვს, არის ხალხი, რომელსაც ზიზღის ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რა, ირაციონალურია, ხო? მაგალითად, ის, ვინც ჩემს ბედს წყვეტს, თავრობაზე ვამბობ, ეხლა ამ შემთხვევაში. მე ზიზღებოდეს არის ძალიან სწორი რამე. ზრდის თუ არა მსგავსი განცხადებები პოლარიზაციის ხარისხს, ლევან ღამბაშიძე კურიერთან საკუთარ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ მის სათქმელს ზიზღის ნაცვლად სიტყვა ბრაზი უკეთ გამოხატავდა. იქვე აცხადებს, რომ სიძულვილის გაღვივებაზეც და მის განტვირთვაზეც პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა. მე არ საუბრობდი იმაზე, რომ ზიზღის ენა არის კარგი ენა, აქ საუბრობდი იმაზე, რომ ბრაზი შეგვიძლია ზიზღი ბრაზი ჩავანაცვლოთ, არის მოქალაქის უფლება. ბრაზის გაღვივებას მე არ ვემხრობი, პირიქით ვფიქრობ, რომ ის უნდა განიტვირთოს და მთელი ჩემი სათქმელი ის იყო, რომ ბრაზის გაქრობაზე და ზიზღის გაქრობაზე პირველ რიგში ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს. ღამბაშიძის განცხადებას აღიარებას უწოდებენ ქართულ ოცნებაში და ამბობენ, რომ სიძულვილის კამპანიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება სწორედ იმ ძალების ინტერესშია, რომლებიც თავადვე მოუწოდებენ ხელისუფლებას პოლარიზაციის შემცირებისკენ. ცდილობენ რაღაცა დემოკრატიის დაცვის მანტიით ამბობს გამართლებას, იგივე ამ პიროვნების მიერ რაღაც ჯერ ნათქვამი და შემდგომ გადაკეთებული ცნობილი ფრაზაა გათიშე და იბატონები იმისთვის, რომ ქვეყანაზე ერზე შეძლო კარგად მოახდინო საკუთარი გავლენის გავრცელება და შეაზრისხო ადამიანები ერთმანეთს. როცა ადამიანს აღარ აქვს არგუმენტი და გონივრული არგუმენტები იმისათვის, რომ ოპონენტს დაუპირისპირდეს, უკვე გადადის პირად შეურაცხყოფაზე და ზოგადად ეს არის დამახასიათებელი სამწუხაროდ ოპოზიციისთვის. სიძულვილის გაღვივებაში უმრავლესობა მესამე სექტორთან ერთად ოპოზიციურ პარტიებსაც თანაბრად ადანაშაულებს. არგუმენტად დღეს ეს საჯარო განცხადებაც მოიყვანეს.
მარიამ ლაშხი რა სისულელეებსაც ბოდავს საქართველოში, იგივე სისულელეებს იბოდებს მექსიკაში. დამატებითი კომენტარის გაკეთება კურიერთან დღეს არც განცხადების ავტორმა და არც ლელოს სხვა წარმომადგენლებმა ისურვეს. ოპოზიციურ პარტიებში კითხვეს, რომ ხელისუფლების მისამართით მათი კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში ჯდება. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენ ვისმენთ პროცესის შესაბამისად კრიტიკას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ ჩვენ ზიზღს. თუ ვინმე ქვეყანაში დღეს ზიზღით ენის საუბრობს, ეს არის ქართული ოცნება. ქართული ოცნების თქმით აზრის გამოხატვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა იყოს სიზულული სცენა, რომლის ტირაჟირებაც კანონით დასჯადია. გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვევენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს ჩვეულებრივი ჩაკეტილი წრეა, რომელსაც უნდათ რომ ქართული ხალხი ატარონ. მოდროულად კარგად დაიმახსოვრონ, რომ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, საჯარო სივრცეში ლანძღვაგინება, შეურაცხყოფელი გადაკიდება ეს კანონით დასჯად იქმნება. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ისჯება. სიძულვილის ენის გავრცელებას ან წახალისებას კი მაუწყებლობის შესახებ კანონი არეგულირებს. სოფლიო ბანის ალტერნატიული არჩევნები ტელეფონით 1 ზარი, 1 ხმა. პაატა ბურჭულაძე იმავე მეთოდით აპირებს ჩაატაროს არჩევნები, რომელსაც იყენებდა იავნანას ფონდში თანხების მოსაზიდავად. ოპერის ოპოზიციონერი მომღერალი ირწმუნება, რომ ტელეფონით ჩატარებული არჩევნები ესტონური პრაქტიკის კოპირებაა, თუმცა რეალურად ესტონეთში სულ სხვა დაცვის მექანიზმი მუშაობს და მოქალაქეებს 6 დღის განმავლობაში შეუძლია მუდმივად სვალოს თავისი არჩევანი. ბურჭულაძის არჩევნების უთანხმოების თემაა. ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ შესაბამის აპლიკაციაზე მუშაობა უკვე მიდის. გახარიას პარტიაში სატელეფონო არჩევნები ირონიას იწვევს. იდეი დიდად მოხიბლულები არ არიან არც ახლები. ხმამაღალი განცხადების მიუხედავად არც იდეის ავტორი, არც მომხრეები და არც მოწინააღმდეგეები არ აკონკრეტებენ რა არჩევნებს ატარებენ ერთ თვეში. ეს უნდა იყოს თვითმმართველობის ახალი პარლამენტის თუ ტელეფონით უნდა აერჩიონ ახალი პრეზიდენტი. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ტელეფონებით, თქვენ მინდა გითხრათ, რომ ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა. ტელეფონით არჩევნების ჩატარების ინიციატორი პაატა ბურჭულაძეა. იდეის ავტორი აღიარებს, რომ სიახლემ შესაძლოა ბევრი გააცინოს, თუმცა მაინც სჯერა, რომ მისი სურვილი 4 თვეში რეალობად იქცევა. ჩვენ ვარაუდი გვაქვს ამისი სექტემბერში ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. ტელეფონით ჩატარებული არჩევნები არავის არ გაუგია დედამიწის ზურგზე. არარეალური, არასერიოზული და აბსურდული. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ტელეფონით ხმის მიცემა ნონსენსია. მაშინ როცა საქართველოში არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიებით და უმაღლესი სტანდარტით ტარდება. უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს საკუთარი თავით, როცა ამბობენ, რომ მაგალითად ბიულეტენმა გაჟონა და ამითი დარღვეული არის ხმის ფარგლობის უფლება, ტელეფონით ჩატარებული არჩევნები მაშინ რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ეგ ცალკე ამბავია. სოფლიო ბანკს იდეა დაუწუნეს გახარიას გუნდში. თქვეს, რომ სმარტფონებით არჩევნების ჩატარების არც ჯერათ და არც მონაწილეობის მიღებას აპირებენ. საარჩევნოდ ყველა იდეას განიხილავენ გვარამიას გუნდში. ლევან ხაბეიშვილს კი ხმის მისაცემად მობილური აპლიკაციის შექმნის იმედი აქვს. აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს. ბევრი იდეა ჟღერდება, მათ შორის კი ერთ-ერთი იდეა, რომელიც თავიდან განიხილებოდა და ეხლა ისევ დაბრუნდა და ადამიანები განიხილავენ, არის ის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც არჩევნები ჩავატაროთ ჩვენ. ჩვენ ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. თეორიულად შესაძლებელი, ყველაფერია პრაქტიკაში რამდენად შესაძლებელია, ეგ არის მეორე საკითხი. ბურჭულაძის თეორიის პრაქტიკაში გადატანის არც ჯერა მმართველ გუნდს. ქართული ოცნების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ არჩევნები ჩატარდება 4 ოქტომბერს და თვითმმართველობის. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ სხვა არჩევნებს არც ლეგიტიმაცია და არც იურიდიული ძალა ექნება. ალბათ იავნანას ფონდი ახსენდება და ეს არის როგორც ჩანს ფასიანი იქნება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად ბოლო მიღწევებით ვატარებთ არჩევნებს, სწორედ იგივე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბერსაც არჩევნები, დანარჩენი თუ ვინმეს უნდა რომ დაურეკოს ეს პრობლემა არ არის. პაატა ბურჭულაძისთვის ტელეფონით არჩევნების ჩატარება ალბათ რაღაც კოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ თემას შეგვახსენებს და მის გარკვეულ კავშირებს ამ კოლ-ცენტრებთან. ამ ჯერზე ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც დესტრუქციული მოქმედებების მორიგი მცდელობა, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება.
პაატა ბურჯულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს მედიამ შეკითხვა პრემიერ-მინისტრსაც დაუსვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტელეფონით არჩევნების ჩატარების იდეა ოპოზიციის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასერიოზო ეს სასოწარკვეთილებას აჩვენებს, რომელშიც არის შავარდნილი. დღეს ოპოზიცია ოქტომბერში ჩატარდება ძალიან საინტერესო მუნიციპალური არჩევნები, ჩატარდება ელექტრონული წესით და ვისაც უნდა ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. ოპერიდან პოლიტიკაში წასულმა ბურჯულაძემ საკუთარი ინიციატივა ოპოზიციას გუშინ გააცნო, თუმცა როგორც ჩანს, ამ იდეას მხარს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უჭერს. კიდევ უფრო დიდ უთანხმოებას ოპოზიციაში ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები იწვევს. ახალი მიზეზი გახდა გიორგი გახარიას პარტიის საჯარო მიმართვა. ყოფილი პრემიერი ადასტურებს, რომ ემზადება არჩევნებისთვის და სხვებსაც მოუწოდებს ღიად ისაუბრონ საკუთარ სტრატეგიაზე. რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ? ამ საჯარო შეკითხვამ დანარჩენი ბარიერ გადალახულების გაღიზიანება გამოიწვია. სააკაშვილის პარტია გიორგი გახარიას ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერსაც კი უწოდებს. ყოფილი პრემიერისთვის ანგარიშის ჩაბარებას არაპირებენ არც ყოფილი ნაციონალები ლელო ისევ დუმს. ერთადერთი ვინც გიორგი გახარიას იდეა მოუწონა, იაგო ხვიჩი აგირჩი ექს-პრემიერის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა კლუბში გაწევრიანებას ულოცავს. ქართული ოცნება კი მისი ოპონენტების დავას მოჩვენებით დააპირისპირება თვლის. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას აგუებს მოქალაქეებს და დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში კვლავ მოტყუებული დარჩება ოპოზიციის ამომრჩეველი. თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ვემზადებით. ყოფილი პრემიერის გუნდისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებასაც 4 ოქტომბერს აპირებენ. არ მალავენ საკუთარ გეგმას და იმავეს მოუწოდებენ კოლეგა ოპოზიციონერებსაც. პარტია საქართველოსთვის სოციალურ ქსელში ახალს ლელოსა და ნაციონალურ მოძრაობას კითხვით მიმართავს. რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ? ეს კითხვა პირველ რიგში ემსახურება სიცხადის შეტანას ამ საკითხში. ჩვენ ხომ არ ვმალავთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნები ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, მშვიდობიანი გზებით შეცვალო ხელისუფლება. თუ მათ სხვა გზა აქვთ, მაშინ გამოვიდნენ და თქვან და თუ პირიქით ემზადებიან, მაგრამ მალავენ და არ ამბობენ, მაშინ ეს კითხვა ემსახურება სწორედ იმას, რომ სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხში და ერთხელ და სამუდამოდ ამაზე მსჯელობა და სხვადასხვა ინტერპრეტაციები დასრულდეს. ადრესატები დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ნაციონალური მოძრაობა ექს-პრემიერის პარტიის ამ ნაბიჯს ოპოზიციაზე თავდასხმად აფასებს და პასუხის გაცემას არაპირებს. არაპირებს ანგარიში ჩააბაროს ოპოზიციონერ კოლეგას არც პარტია ახალის ლიდერი. მე არ ვაბარებ გიორგი გახარიას ანგარიშს გასვაპირებს და როდის. ყოველი მათი ახალი განცხადებები, ყოველი მათი პოზიცია სამწუხაროდ არ აჩენს იმ რეალობას, რა რეალობასაც უნდა წარმოადგენდეს პროევროპული ოპოზიციური პარტია. ამიტომ მათი თავდასხმები ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაზე ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით და კიდე შევეცდებით, რომ თავი შევიკავოთ, თავდავესხათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ის რა ქარდებს გამოაქვეყნებს ახლა გახარიას პარტია, ნამდვილად არ არის საინტერესო. გახარიას ინიციატივა საინტერესოა იაგო ხვიჩიასთვის. პარტია გირჩი, რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩა, აპირებს საკრებულოს მანდატებისთვის იბრძოლოს. გირჩი ამაზე პირველივე დღიდან ღიად საუბრობს და იმავეს მოუწოდებს სხვა ძალებსაც. ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ჩვენ სიმღერებს ხალხი მღერის. და ვულოცავ ბატონ გახარიას ჩვენს კლუბში შემოერთებას, ვისაც მიაჩნია ზოგადად, რომ წინასწარ უნდა დაგეგმო, რასაც აკეთებ. აქედან გამომდინარე მე ამ კითხვაზე ვერ გავაკრიტიკებ ბატონ გახარიას და დაველოდები, როგორც აქამდე ველოდებოდი ამ კითხვაზე პასუხს. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა მიიღებს, თუმცა ეს უმრავლესობის თქმით უცხო ძალების მითითებაზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად ნებისმიერი სცენარისა, ქართული ოცნება 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ისინი არიან გაერთიანებული თავიანთი პატრონების დავალების შესაბამისად და აქედან გამომდინარე არ აქვს მნიშვნელობა რა განცხადებებს გააკეთებენ. თავარია რა იქნება დავალება და ამ დავალების შესრულებლად დადგებიან ისევე ერთად, როგორც ასევე დადგნენ მაგალითად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შესაბამისად, ყველა მათი განცხადება ან დაპირისპირებების თუ ასთა სხვადასხვაობის ჩვენების მცდელობა სხვადასხვა ტელევიზიის სახით, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და ფარსი. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, თვის ბოლოს ის აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება, რა თქმა უნდა, ასეთი პოსტები ჩვენ საინტერესო არ
არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ მონაწილეობა, ასეს და ისეს თლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განცირული მარცხისთვის 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნებს. თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ცოტა დრო რჩება. ვინ მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, ეს კვლავ უცნობია. ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა ღონისძიებაზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს ლევანდელ ფორუმში. სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, იმიტომ რომ ზოგადად ლონდონი არის საფინანსო ცენტრი და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პარტნიორი. თქვენ იცით, რომ წლიდან წლამდე ინვესტიციები, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში იზრდება და ბრიტანეთი ბოლო პერიოდში იკავებს ლიდერ პოზიციას. გასულ წელს ბრიტანეთიდან ინვესტიციებმა თითქმის $500 მილიონი შეადგინა და წინა წელთან ეს 23%-იანი ზრდა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორუმი და პირდაპირ კომუნიკაცია კვალიფიციური ინვესტორებთან იქნება ძალიან ხელსაყრელი და ასევე ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ ჩვენ მოვიზრდეთ დამატებითი ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგის ხდომა გაიმართა. ჩვენება მისცა ბრალდების მხარის მოწმემ სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა, რომელმაც დაზარალებულად ცნობილ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა. მოწმემ ხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის უფროს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად რაიმე მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი, განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა. მოწმის დაკითხვის შემდეგ მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს დღეს ხდომაზე დარბაზის გარეთ დაწყებული ხმაურის გამო დროებით შესვენებაც გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დადგენილების საფუძველზე დაინიშნა მოქალაქე ირაკლი დგებუაძის და მოქალაქე მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. კერძოდ ჩატარდა აღნიშნული პირების დაზიანების არსებობის იმყენებელი საგნის ხანდაზმულობის და სიგრძნის ხარისხის დადგენა ვიზუალურად. ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლის და უფარავი დემოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესაძლოების გადმოცემით 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთმა გაბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი. ეს არის დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. 12 იანვარს 15 საათსა და 24 წუთზე ჩემს წინაშე წარმოდგენილი იქნა მოქალაქე მზია ამაღლობელს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა ფრის არეში აღენიშნებოდა სისხლდაღენთები. შემდეგი პროცესი განახლდება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. ექსპერტის დასკვნაში წერს, რომ ბატონ დგებუაძეს არაფერი არ აღენიშნება, ეს ისედაც ვიცოდით. ჩვენება განმარტება ტკივილთან დაკავშირებით შეიძლება იყოს სიმულირებული. ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია სხვა არაერთი პირის ჩვენებით, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებითაც, ის მოწმეები, რომლებიც იგივე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ თავიანთ გამოკითხვის ოქმებში, ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს ამ მოწმეებს და შესაბამისად ამით ხელს შეუწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ის გარემოებები, რასაც მოწმეები აღწერენ, სწორედ იმ თანმიმდევრობით არის აღბეჭდილი ვიდეო ჩანაწერებზე. მზია ამაღლობელს საექსპერტო კვლევისას აღენიშნებოდა 2 სისხლნაჟღენტი მარცხენა მხრის არეში, როგორც თავად ექსპერტს განუმარტა, ეს დაზიანებები მან მიიღო შეხლა შემოხლისას ჭყლეტისას საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს და პოლიციის თანამშრომლების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. მზია ამაღლობელის პროცესზე იმყოფებოდნენ უცხოელი ელჩები და ასევე ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი. დიპლომატებს შორის იყო გერმანიის ელჩიც. ხდომაზე მისვლამდე პეტერ ფიშერმა ბათუმელებს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან მზია ამაღლობელის საქმეს ტესტი უწოდა. დიპლომატის განცხადებით პოლიციელისთვის ხელის გარტყმა ყველამ ნახა და მის ქვეყანაში ეს ქმედება დაუშვებელი. ელჩი აქვე კითხვებს სვამს სასჯელის პროპორციულობაზე. მართლაც იმსახურებს თუ არა 4-დან 7 წლიან სასჯელს, ის უკვე 4 თვეა პატიმრობაშია. აცხადებს პეტერ ფიშერის ხდომათა დარბაზში იყვნენ შვედეთისა
და ესტონეთის ელჩებიც ცნობისთვის ესტონეთს სავიზო სანქციები აქვს დაწესებული როგორც მზიამაღლობელი საქმის მოსამართლეებზე, ასევე პროკურორებსა და დაზარალებულად ცნობილ ირაკლი გებოაძეზე. ელჩების მხრიდან სასამართლო პროცესში უხეშ ჩარევაზე საუბრობს ქართული ოცნება, პრემიერ-მინისტრი კი კიდევ ერთხელ შეახსენებს დიპლომატებს, რომ ისინი ერევიან მართლმსაჯულებაში და არღვევენ როგორც ვენის კონვენციას, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ რამოდენიმე სიტყვიანი ანეკდოტი, რომ თურმე ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან, თუმცა სასამართლო პროცესის დასწრება, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ეს ერთგვარი ზეწოლაც კი შეიძლება იყოს სასამართლო სისტემაზე და წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი რომ დაესწროს რომელიმე სასამართლო პროცესს. ესტონეთის მიერ ამ კონკრეტული მოსამართლის დასანქცირება, რა თქმა უნდა, მზიამაღლობელის პროცესს უკავშირდება და ესეც ერთგვარი ზეწოლა მოსამართლეზე და სასამართლო სისტემაზე, თუმცა რა ვქნათ მხოლოდ ასეთი ელჩები ყავთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენ სახელმწიფოში, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არსები, ესწრებოდა სასამართლოს ხლომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც არის, რა თქმა უნდა, როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. ხო, არ შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ აქვს ელჩის ჩარევის უფლება და მით უმეტეს არ აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოკიდებულებაში. ფინანსური დაავების მომგვარებლები ქურდების ბიზნესის შედეგად დაკავებულია 8 პირი. კიდევ 3 ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული, მათ შორის 2 კანონიერი ქურდია ბაჩო ტბილისკი და მანჩო ზუგდიცკი. აუდიო მასალაში ისმის სხვა კანონიერი ქურდების გვარებიც ერთ-ერთი ლაშა შუშანაშვილია. ქურდული გარჩევები ძირითადად ტელეფონით მიმდინარეობს. ერთ-ერთ პირს მანქანა გაუყიდეს, ფული მიითვისეს, მაგრამ ზეწოლა კიდევ უფრო მეტი თანხის მოთხოვნაზე მიდის. საუბარი 10,000 დოლარზე, რომელსაც ქურდების დავალებით შავი სამყაროს წარმომადგენლები დაზარალებულებს ან პირდაპირ ძალავდნენ, ან მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დაავების მოგვარებისთვის ითხოვდნენ. ფარულ აუდიო ჩანაწერში კარგად ისმის ძალადობისკენ მოწოდება ანგარიშის ჩაბარება ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად შეკრებები. ეს ყველაფერი ახლა ბრალდების მტკიცებულებებში დევს. ამას გარდა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთს მტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. გამოიყვანეთ ის მანქანა, რამდენადაც გაიყიდება, გავყიდეთ, დანარჩენი რაც ძროა მე მივცეთ. სხვისი ავტომობილი გაყიდეს, ფული აიღეს, თუმცა მფლობელს დამატებით თანხის გადახდას მაინც აიძულებდნენ. დანაშაულებრივ სქემაში კანონიერი ქურდები, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. არავის გათვალისწინება არ მინდა. ეგერ არის ხუფუნია თუ დედამო უნდა მივაწვეთ ბოლომდე. ფარული ჩანაწერები ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გეშინია ეხლა მისვლის, რომ რამეს გიზავენ შედედა ხამდე არ გიქნეს. ეხლა ქუჩის ბიჭებს რევ რა ქუჩის ბიჭები ვართ აგიყვანან. მოსატანიათ მაგას მე მაგის დედა სატელეფონო საუბრების მიხედვით საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდები მანუჩარ გასვიანი და ბაჩანა ნადარეიშვილი მეტსახელად ბაჩო თბილისკი საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს კრიმინალური მეთოდებით ფინანსური დაავების გადაწყვეტაში ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ თავადაც წილს ითხოვდნენ. 1-300 დოლარი მინდა რომ შენც მოგწე რა და მითხარი სად როგორ გავაკეთო და ისე გავაკეთე. ცოტა ყველა შევხვდა რა. 25,000 დოლარი ფულია მიჭებული გაროში. დავაგდო ყორი და ფარული მასალა ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტებსაც ადასტურებს. მაგრაუცა გავაჩერე მანქანა კარებიში მოვაყოლე თავისი უნდა კარები უ როდის მივიღებ ფულს ბიჭო თქვენი მოქურდულო დედა არ მოგვაწახეს კურიერის ინფორმაციით ჯგუფის წევრებმა 5 ეგრეთ წოდებული ქურდული შეკრების ორგანიზება მოაწყვეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი სქემა მალევე გაშიფრეს და 8 პირი დააკავეს. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა 3-ს, მათ შორის კანონიერ ქურდებს ბაჩანა ნადარეიშვილს და მანუჩარ გასვიანს. დაკავებული ხართ ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე. წარდგენილი ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების ინფორმაციით არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. დაუსწრებლად წარედგინა ორივე ბრალდებულს ბრალი. მანუჩარ გასვიანს ედავებიან კანონიერ ქურდობას, ხოლო თემურობგავას კანონიერი ქურდობის საქმიანობის ხარდაჭერისათვის.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად ჩაატარეს. ბრალდებულების ოჯახის წევრებს და ახლობლებს დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ სურთ. დააკავეს შენგეია, ხო არ იცით? თითქოს ამბინოს. პროკურატურის ინფორმაციით საქმეში უკვე დევს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა არ არის გამორიცხული როგორც დამნაშავე, ასევე დაზარალებულ პირთა რიცხვი გაიზარდოს. ბრალდების ხარეს წარმოდგენილი აქვს ფარული აუდიო ჩანაწერები, ასევე სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ის პირები, რომელთანაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია, არიან კანონიერი ქურდები, რომელთა დავალიებს ასრულებდნენ შემდგომში. გამოსაკითხია არაერთი პირი, რომლებსაც მოუწყვეს ქურდული გარჩევა და მოთხოვეს გარკვეული რაოდენობის თანხმობის გადახდა, მიმდინარე გამოძიება არის და ბუნებრივია ეს ადამიანები დაიკითხებიან და ინფორმაციას მიაწვდიან მათ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, ის ნივთმტკიცებები, რომლებიც სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს. ხვალ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქში დიდი შეკრებაა და ანონსებული 17 მაისს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. სამღვდელოება და მრევლი ხვალ თბილისში შუადღის 2 საათზე ქაშვეთის ტაძართან შეიკრიბებიან. პარაკლისის გადახდის შემდეგ კი საზეიმო მსვლელობა დაიწყება სამების ტაძრისკენ. შეკრება იგეგმება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში. მოგეხსენებათ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ. ეს მეტად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, რადგანაც ეს არის ღვთივკურთხეული ღირებულება, რომელიც არის საწინდარი ძლიერი სახელმწიფოსი და სწორედ ამიტოა რომ მთელი ერი ერთიანდება ამის გარშემო და ხდება პარაკლისის გადახდა ქაშვეთის ტაძარში 2 საათზე, ხოლო შემდეგ იწყება ლოცვითი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სამადლობელი პარაკლისი იქნება გადახდილი. ეს არა მხოლოდ თბილისში აღესრულება, არამედ საქართველოს ყველა დიდ რეგიონში აღესრულება და უამრავი ხალხი იღებს ამ სასიხარულო მოვლენაში მონაწილეობას. კურიერში სპორტული ახალი ამბების დროა, რომელსაც ლაშა დვალიშვილი გაგვაცნობს. ლაშა, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ლაშა. საღამომშვიდობის ნათია და თო მოგესალმებით. დავიწყოთ რა თქმა უნდა ფეხბურთი დღეს დინამო არენაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მოლოდინის სრულად გამართლა საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდების მატჩი. ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა გამოდგა. 3-1 სტუმართა სასარგებლოდ, თუმცა მთავარი ამ მატჩი არა შედეგი, არამედ მინდორზე მყოფი მსოფლიო დონის ლეგენდარული ფეხბურთელების საქმეში ხილვა იყო. დღეს დინამო არენაზე საფეხბურთო ზეიმი შედგა, რომელიც მრავალრიცხოვან გულშემატკივარს საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდებმა მოუწყვეს. სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა არაერთი ვარსკვლავი იხილა, მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რონალდინიო. ბრაზილიელთან ერთად მინდორზე ვიხილეთ იარი ლიტმანენი, ჯავიერ სავიოლა, ფილიპ კოკუ, გაისვა მენდიეტა და კატალონიელთა გრანდის ის ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც წლების მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ამით ქმნიდნენ. საინტერესო შეხვედრა იყო, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა შემოგთავაზეს. მოხარული ვარ, რომ მომიწია ბარსელონის ლეგენდის რონალდინიოს ნახვა, არა მარტო მე, არამედ სრულიად საქართველოს და დინამო არენაზე დამსწრებულ გულშემატკივარს. წარმატებები მათ მომავალში ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და მოხარული ვარ, რომ ამ ლეგენდების დაპირისპირებას მოვესწარი. შეხვედრაც სანახაობრივი, საინტერესო და უხგოლიანი გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი ნავალოვსკისა და ხავიერ სავიოლას გატანილი გოლების შემდეგ ფრედ 1-1 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ. მასპინძელთა კარში ჯერ სორიანომ გაიტანა, მერე კი დუბლი სავიოლამ შეასრულა და შეხვედრაც ბარსელონას გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ყოველთვის ასიამოვნო ესეთი ზეიმები. იმედია რომ ძალიან ბევრი იქნება, იმიტომ რომ ისევ კარგი სანახავია, ამდენი ბავშვი, ამდენი ხალი, ამდენი კაცი ეს ზეიმობენ და ესეთი ვარსკვლავები რომ ჩამოდიან. ვისი ამოვნეთ ძალიან, შვილებთან ერთად მოვედით. რა ვიცი, იმედია რომ ბევრი ესეთი მომენტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია რონალდინიოს ცოცხლად ნახვა და არა მარტო რონალდინიოს სავიოლასი და ასე შემდეგ დევიცის თუნდაც. ცალკე სასაუბრო თემაა ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა ოქროს ბურთის გამარჯვებული რონალდინიო, რომელმაც დინამო არენაზე შეკრებილ მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა.
ავსტრიული შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორე და ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ისევე როგორც 2023-2024 წლების სეზონში ახლაც ბუნდესლიგამ სწორედ ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია და სეზონის MVP-ის ტიტული მიანიჭა. ოთარ კიტეიშვილს ბუნდესლიგაში ამ დროისთვის ჩატარებული 30 მატჩი 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მის აქტივში 40 მატჩი 13 გოლი და 4 ასისტია. ოთარ კიტეიშვილს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობასთან ერთად შანსი აქვს ზედიზედ მეორედ გახდეს ავსტრიის ჩემპიონი, რადგან ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შტურმი ლიდერია და 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ვოლფსბურგერს. 14-16 მაისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ხელბურთში იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის 2025 წლის გათამაშებას უმასპინძლა და ტურნირში ჯამში 6 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ მატჩში კი ერთმანეთს ბათუმისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში გამარჯვება ბათუმელებმა იზემის 25-18 და თასის მფლობელები გახდნენ. ბოლომდე დაიხარჯა ჩვენი გუნდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დავეხმარე მნიშვნელოვნად და რა ვიცი რა, რაც შემეძლო მაქსიმალური ჩავდი ამ თამაში, რომ გამარჯვება მოგეპოვებინა. უკომპრომისო ბრძოლა იყო დღეს ბათუმსა და ქუთაისის შორის. ბათუმმა უკვე მესამედ მოიპოვა ეს თასი. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ხელბურთი საქართველოში უფრო ყურადღების ქვეშ არის სამინისტროს მხრიდან, უფრო დაფასებულია, მინდა გითხრათ, ბოლო დღეებიდან გამომდინარე და მოუწოდებს ყველას, რომ იცხოვრონ ხელბურთით. დანიაში გამართულმა ხელბურთის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისხმამ საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გამოავლინა ტიტე კალანდაძეს გაცნელი გუნდი. ის ჯგუფში მასპინძელ შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოხდა ევროპის პირველობას 2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებს. ჩვენ უკვე ორი გუნდს ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ვართ მათთან. რა თქმა უნდა, ეხლა შვედებთან მარტო გამოცდილების მისაღებად შეიძლება ითქვას უნდა ვითამაშოთ, მაგრამ რატომაც არა ნიდერლანდებთან რომ გამარჯვებაზე არ ვფიქრობ. თუმცა ნიდერლანდებიც ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ბევრჯერ გვითამაშია ძალიან ძლიერ გუნდებთან და ტოლი არ დაგვიდევს. და ამიტომ ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ჩვენ კარგად გამოვართ ევროპის ჩემპიონატზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად უფრო ლაღად, თავისუფლად უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ და ისე არა, ისეთი წნეხის ქვეშ არა, როგორც ჩვენ თამაშობდით, მაგალითად ბოლო თამაშებს ბოსნიის და ბერძნების წინააღმდეგ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თუ გვინდა ფინალურ ეტაპზე, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ გუნდებთან სათამაშო და ჩვენ ვღებულობთ ამ გამოწვევას, რაც შეეხება მზადებას. პირველი ფანჯარა სანაკრებო უწევს ოქტომბერში, კიდევ ერთი იქნება დეკემბერში და რა თქმა უნდა კენჭისყრის შედეგებს ველოდებოდით, იმიტომ რომ გუნდებმა უკვე იცოდნენ რომელ ქვეჯ ჯგუფშია და ამის მიხედვით უკვე დაიწყება მუშაობა ამხანაგური ტურნირებისა თუ უბრალოდ მატჩების ჩასატარებლად.